მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ეთერშია დღის შეჯამება ტრადიციულად ჩვენ 9 საათზე გთავაზობთ გადაცემას. გუშინ ვერ გავედით ეთერში, რადგან საპატიო მიზეზი გქონდა. პირადად მე დავესწარი კონცერტს, მეგობრებმა მიმიწვიეს ბრავო მეტეხის კონცერტზე და ეს იყო უდიდესი სიამოვნება ჩემთვის, ვინაიდან ვიხილე ცოცხლად ქართული ჯგუფი და ეხლა რატომ მინდა ამ თემით დავიწყო საუბარი. აი თქვენც ალბათ ბევრი ძალიან დიდი გულშემატკივრები ხართ ამ ჯგუფის ბრავო მეტეხის და უდიდესი სიამოვნებას გვრით მისი სიმღერები, მაგრამ თქვენ არ იცით რამხელა დიდი სიყვარული აქვს ამ ჯგუფს რუსეთში. ეხლა იქ როდესაც ადამიანები იყვნენ მოსულები, ძირითადად იყვნენ 80% იყვნენ რუსი ეროვნების ადამიანები, რომლებსაც აი ნამდვილად დიდი სიყვარული გააჩნიათ აღნიშნული ჯგუფის მიმართ. და აი ეს ხალხი არის ნამდვილად არაოფიციალური ელჩები რუსეთში, საქართველოსი და უნდა ითქვას, რომ გამოხატავენ საქართველოს ინტერესებს, იმიტომ რომ აყვარებენ საქართველოს თავიანთი სიმღერებით რუსეთის მოქალაქეებს, რუსი ეროვნების ადამიანებს და უნდა გითხრათ, რომ აი დარბაზი მართლა ქუხდა და ჩემთვის იყო ყველაზე ღორმაგად სასიხარულო, რომ ესე იგი აი აქ, როდესაც მე გახდით, ისე წარმადგინეს მე, რომ აი ეს იყო ჩემთვის აი უდიდესი სიამოვნება, რომ დარბაზში რომ დამინახეს თითოეულმა მათგანმა, ესე იგი არ იცოდნენ როგორიცაც პატივი ჩემთვის. ესე იგი გამომაცხადეს სახალხო და მე ახლა არ ვიცოდი ესე თუ მას ვიზამდნენ, თორე აუცილებლად ბოლოს მოვასწარი გადაღება, როდესაც სიმღერა მომიწოდეს და თორე მითხრეს, რომ აი თქვენ დიდი წვლილი შეგაქვთ ქართულ-რუსულ ურთიერთობებში და ანუ რეალურად მე ამითი ძალიან მოვიხიბლე, იმიტომ რომ ვერ წარმომედგინა, რომ ისინი თითოეული მათგანი ასე კარგად იცნობდნენ ჩემ გადაცემებს და მე ამითი ვარ, აი 10 წლის სიცოცხლე მომემატა ალბათ გუშინ მათი კონცერტის შემდგომ 16 ტონა არის ესეთი კლუბი, სადაც ნუ ერთი რა ვიცი მე 200-მდე 300-მდე ადამიანი ესწრებოდა, დახურული კლუბია და მე შემდგომში ეს ბიჭები ვნახე, შევედით იქ და იქ როდესაც ვიყავით, რა ვიცი ღვინო, თავისი ღვინო, რომელსაც უშვებენ ბრავო მეტეხის მაჩუკეს და არ ვიცი, აი მოკლედ დავიმუხდე და იმიტომ კი არა, რომ ესეთ ფილას მართლა გეუბნები, თითეული ესეთი ადამიანის, თითეული ჯგუფის ესეთ აქ მოღვაწეობას აქვს ძალიან დიდი დატვირთვა, ჩემო მეგობრებო. Следующая песня звучит для нашего прекрасного грузина, для Николаза Жаванадзе и от него для всего зала.
Оля, отдыхала 2 недели, там большие кувшины. И дядя Михо уже Оля, еще один песня. Посвящается тебе. აი 2008 წლის მერე საქართველოს მიმართ რაღაცა პრობლემები იყო. მე ნელ-ნელა გალღვა ყინული და ჩვენ დავინახეთ რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალა. ძალიან ბევრმა აი ამ რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომ ბევრმა ქართველმა მომღერალმა დატოვა რუსეთი, ჩემთვის ძალიან საპატრიოტიზმულო ადამიანებმა მათ შორის, არ ვიცი, ქვეყანა რომელმაც შექმნა ბუბა კიკაბიძე, ავიცი მელაძე, ვალერი მელაძე და კიდე უამრავი ადამიანი, აი ამ ხალხმა რაღაცა გარკვეულწილად ეხა ბუბა კიკაბიძემ საერთოდ რუსეთის გინება დაიწყო და ვალერი მელაძემ დატოვა რუსეთი, იმიტომ რომ არ უნდოდა და ეს რაღაცა ცუდონად აღიქვა, მაგრამ ვალერი მელაძეს მაინც არასდროს ცუდი არ უთქვია რუსეთზე და ეს ადამიანი მაინც მე ფიქრობ რომ ალბათ რაღაცა მერე შემდგომში გამოხატავს პოზიციას, მაგრამ აი ახლა ამ ასპარეზზე ხა ვინც შოუ ბიზნესში არის, ეს არის ქეთა თოფურია, ირაკლი ფირცხალავა, რომელიც ხათაშორის ასევე იყო კონცერტზე და მანაც იმღერა და ბრაო მეტეხი და ძალიან ისეთი ბევრი კიდე ქართველი მომღერლები არიან, გია გაგუა არის ესეთი იუმორისტი კიდე და არის ხალხი რომლებიც, მაგრამ სიმართლე რო გითხრათ უკვე ცოტა არ იყოს აი ამ ბუბა კიკაბიძისა და კიდე უამრავი ქართველის, რომლებმაც ამ ომის შემდგომ რაღაც არასწორი პოზიციები აერჩიეს, სიმართლე რო გითხრა, რაღაცა ცოტა შეთხელდა ჩვენი რიგები რუსეთში და ეხა აიცით რა არის, უნდა განვასხვაოთ ჩვენ შოუ ბიზნესი, ხელოვნება, კულტურა და პოლიტიკა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ თითოეულ მათგანს ქართველს აქვს უდიდესი, ეხლა მე არ მინდა ყველა კარტს ვერ გავხსნი, მაგრამ ჩვენი ეს მომღერლები და შოუ ბიზნესის წარმომადგენლები ხშირად არაფორმალურ ვითარებაში რუსეთის ხელისუფლების პირველ პირებსაც ესაუბრებიან და მათ დიდი როლი შეუძლიათ ითამაშონ ქართულ-რუსული ურთიერთობების გამტკიცებაში. აგერ გინდას ლეო ბოკერია პუტინის პირადი ექიმი არის, მე მგონი მე როგორც ვიცი და ხშირად მასთან არის უამრავი აი ამ ჯანდაცვის სფეროში ქართველები არიან ძალიან ბევრი. და ამიტომ მე ერთ რამეს ვიტყვი, რომ ჩვენ, როდესაც მე ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე ვლაპარაკობ, აი ესეთი ადამიანების მოფერება მინდა. ჩვენ ბრაო მეტეხისნაირი ჯგუფები ბევრი გჭირდება აქ, იმიტომ რომ რაღაცა გალღვეს ყინული. პრინციპში აქ გამღვარიც არის, ქართველები უყვართ, ყველა კუთხეში ქართულ სამზარეულოს ნახავთ და მეც ეხლა ამ მიმართულებით საქართველოშიც მოღვაწეობდი, აქაც ვაკეთებ ამ საქმეს და მინდა რომ მათ დაინახონ, რომ მარტო შოუ ბიზნესში კი არ ცემენ პატივს მათ, არამედ არის ადამიანები იგივე მედიიდან, პოლიტოლოგები სხვიდან, რომლებიც აფასებენ რუსეთს და თვლიან, რომ რუსეთთან ურთიერთობა უნდა გამტკიცდეს და რუსეთი ჩვენი მეგობარია. და ის პრობლემები, რაც არის, ეს არის გადასაჭრელი პრობლემები და ამ პრობლემების გადაჭრა შეიძლება მეგობრებო, მაგრამ არა გინებით, ლანძღვით და თათხვით. იმიტომ რომ არაერთხელ მithქვია, რომ აი მაგალითად ყარაბაღის კონფლიქტის შემდგომ აზერბაიჯანმა, როდესაც ტერიტორიები დაკარგა, მე ახლა არ შევალ იქ ყველა აი ამ სიტუაციების ანალიზში, ორი ქვეყნის ამბავია ეს გარკვევა, მაგრამ ერთი რამეა, რომ აზერბაიჯანელები რუსეთის წინააღმდეგ კი არ განეწყდნენ, არამედ პირიქით დაიწყეს მუშაობა აზერბაიჯანული ლობის შესაქმნელად. ანუ ეხლა რომ არ ყოფილიყო რუსეთის დახმარება,
სომხების მიმართ. სომხეთი ყარაბაღს ვერ აიღებდა, სხვათა შორის ერთ-ერთმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი იყო თუ არა, ეხლა მედიაში ვნახე ერთ-ერთი მაღალჩინოსანი სომხეთსა თქვა, რომ ჩვენ რუსები ვარ დაგხმარებოდენო, ყარაბაღს ვერ ავიღებდითო. ანუ და ეხლა ეს იდიოტი პაშინიანი რომ სამარცხვინო არის სომეხი ერისთვის, ეს ყველამ კარგად იცის. და მე ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ ჩვენც როგორც აზერბაიჯანმა რატო უნდა გვაჯობოს ჭკუი ჩვენ მაინტერესებს იმის მაგურად აქ ლობი იქნებოდეს ქართული იქ რო ფულები დახარჯეთ მაინტერესებს ამ ევროპარლამენტში და ამერიკაში რა მიიღეთ რამე ვერაფერი ვერ მიიღეთ კლავაც იგივე რიტორიკა და აგერ ახლა არჩევნების წინ რო ყვიროდით იმას რომ ესე იგი ჩვენ ევროპაში მივდივართ აგერ ახლა შეიცვალა რიტორიკა ხედავთ რომ სხვა რამეს ყვირი ხართ არჩევნების წინ გამოდიოდით და ტრამპზე ამყარებდით იმედებს, რომ ტრამპი ომს დაამთავრებს უკრაინასთან და ტრამპი ჩვენსკენ არისო. ეხლა კიდე ტრამპის გინება. ამიტომ ხო უნდა მიხვდეთ ყველა გზა მიდის რუსეთისკენ. და გინდა არ გინდათ მოგიწევთ აქ ჩამოსვლა. მაგრამ როგორ მოგიწევთ ამას აქვს დიდი მნიშვნელობა. აქ როგორ დაილაპარაკებთ რუსეთთან, წელში გამართულები თუ ბოდიში და სხვა ვითარებაში. ამიტომ მე მთელი ცხოვრება ამას მიუძღვერი. 15 წელი აქაც მე ახლა კიდევ ერთხელ ბევრი რამის გაკეთება შემიძლია ჩემი ქვეყნისათვის. იქიდან საქართველოსთან მე კი ნუ მებძვით და ბოდიში და მეებს კი ნუ მიდევთ ბორბალში ჯოხებს. რა პირიქით იმის მაგივრად რომ რაღაცა გარკვეულწილად ხელს თუ არ შემიწყობთ, ხელი მაინც არ შემიშალოთ, ქვეყნისათვის აქიდანაც კარგი რამის გაკეთება შემიძლია მე პირადად, მაგრამ აქ ჩვენთან როგორ არის, იცით, რომ თელს რუსეთში განთქმულია ქართველების ერთმანეთის ჭმის ამბავი. ყველა მიცის ეს ამბავი. რაც არ უნდა ვიღაცამ ახლა იმას გნას ილაპარაკოს, რომ ეს ესეა, არ არის ეს ესეა. ყველა მიცის და დაგვრცინიან. არა მარტო რუსეთში, ყველგან ცნობილია, რომ ქართველები ჭამენ, ერთად არ არიან და ქართველები ერთმანეთს ღალატობენ. ეს აგ განთქმულია სახელი. და იმავდროულად სომხები და აზერები ერთმანეთს გვერდში უდგანან. და ამიტომაც არის დიასპორები საკმაოდ მტკიცეთ არის და ერთად დგანან. დიასპორა ის კი არ არის მარტო კონცერტზე რო შეიკრიბება და იმას ცეკვათამას უყურებს. დიასპორა ის არის რომ თითოეულ ადამიანს რო გაუჭირდება, იქ ყველა ქართველი დგას. ეს არის დიასპორა. ვიღაცა ქართველს რო პრობლემა ექნება, იქ ყველა უნდა დაუდგეს ერთმანეთს. და იქ პოლიტიკური წამსის მიხედვით კი არ უნდა ფასდებოდეს ადამიანი. აქ ჩემთვის ნაციონალი არ არსებობს და არც ქოციონალი. აქ ყველა ჩემთვის არის ქართველი. მე რო ხედავ, მაგალითად რომ მოვდივარ ქუჩაში დავინახავ რაღაცა მივამსგავს ქართულს, ისე მიხარია რომ მივალ და ვეტყვი რომ თქვენ ქართველი, აი გუშინ ქართულ სამზარეულოში ვიყავი, შევედი ერთ-ერთ იმაში და დავინახე ქალბატონი, მივედი ვთქვა თქვენ ქართველი ბრძანდები კიო ვარო, აქ ცხოვრობ, ძალიან გამიხარდა. ხო და ამიტომ მე რას ვფიქრობ, იცით რომ ჩვენ ამ მიმართულებით უნდა გვაკეთოთ ჩვენი საქმე. აი მერთხელ გამოვიდა ერთი ადამიანი და თქვა რომ კაცო ესაო რუსეთშიო 3-4 კაცი წვიტავსო მარტო საკითხსო და იქო დანარჩენებთან ლაპარაკს აზრი არ აქვს. მაშინ იცით რა არის? მაშინ სახალხო დიპლომატია ეს ტერმინი ვინმემ ბოდიში და ტყილა შემოიღო ამ ქვეყანაზე. სახალხო დიპლომატია ნიშნავს რომ მომზადდეს სიტუაცია იმისთვის რომ შემდგომში ქვეყნის პოლიტიკოსებმა და პირველმა პირებმა ილაპარაკონ. სანამ პირველი პირები დაილაპარაკებენ, ნიადაგი უნდა მომზადდეს იმისათვის რომ ანუ დაიწყოს ოფიციალური საუბარი. და დღეს ჩვენს ქვეყანაში საქართველოში არის საშინელი რუსოფობია. აი ხა იმ დღეს ვუსმენდი ესე იგი ნინო კუზანოვას, რომელიც არის ვიუამედის ხელმძღვანელი და ესე იგი ეს ქალბატონი ხა რას იძახდა რომ მეო საჭმელს ვეღარ ვჭამო რესტორანშიო. იმიტომ რომ მეშინია ვინმე არ ჩამიფურთხოს. ხო და ეხა იქ თავის იმას ამბობდა სათქმეს რომ აიო მეო რა დავაშავეო ასეთიო რომ ესე იგიო რუსეთ უმეს მეძახიანო მეო არც იქ ყოფილვარო არც რუსეთში ყოფილვარო მე ვარ გამყიდველი მე ვარ რუსეთუმე მე ვარ ეს არც ერთი აქედან როგორც თვითონ თulis რომ არ არის გეი და არის სტრეიტი და არ თulis ამას მართავს ისევე მე არ მივიღებ რომ რა ვერ შემოვიდა ეს 12 წელია თუ 13 წელია ეს რუსეთი კაცო გადაჯეგა ის უკრაინა და საქართველოშიერიდება რომ შემოვიდეს და ვერ შემოყავთ რუსის ძახებით და ლანძღვაგინებით მე ხო ვიცი რომ არ ვარ რუსი და შენ რომ მეუნები მართალი ხარ და მლანძღავ და მაგინებ და მეუნები რუსი ხარ აპრიორი აღარ მომწონხარ
და აღარ მოყვები, ნუ მლანძღავ, დამიტკიცე რომ რუსი ვარ. რატო ვარ მოღალატე? არგუმენტი ჯერ არ მოგისმენია. რა ნაწილში ვუღალატე ჩემს ქვეყანას? არგუმენტი არ მოგისმენია. გადასახადებს არ ვიხდი, რუსეთში დავდივარ წინ და უკან, ქთამებს ვიღებ, ჩემს სამსახურში ხალხს არ ვუვლი, რა ქვია, არ ვიშრომე, არ ვიწვალე, ჩემი სამშობლოსთვის რამე დავაკელი ამ ქვეყანას, პაციენტებს არ ვუვლი, არ მორიგეობდი 17 წელი, ფანჯარასთან არ მივდიოდი რომ მე მეცადინა, რისთვის რომ მოხვიდე და მე მეძახო რუსეთის მონა, როცა ჩემი ბაბუა მაგ რუსებთან ბრძოლაში მოკვდა და ჩემი ბაბუის დააკიდე. და მე მამეცადებს არც ერთი კომპარტიის წევრი არ მყოლია ჩემ წინაპრებში, არც ერთი. და ჩემ მშობლებს არ უშვებდნენ საზღვარგარეთ კაპიტალისტურ ქვეყნებში. როდესაც ძალიან ბევრი დღევანდელი ოპოზიციის აქტივისტი 24 საათი გადავარდნილი იყო და მართლა კაგებეშნიკები რა გახდა ერთი ამ იმის რა ქვია ეს მამებზე და დედებზე და ბაბუებზე ლაპარაკობთ. მამებზე და დედებზე ყველას გვიგინებთ. ესე იგი რა არის ეს ხალხი? აი და რუსეთში მე არასდროს ყოფილი ვარ, არავინ არ ამყავსო და ანუ ესე იგი თავის სამართლებელი ყოფილა ის, რომ შენ რუსეთში ხარ თუ არა ამყოფი და რუსეთთან ურთიერთობა ქონია თუ არა. ესე იგი დღეს საქართველოში კომპრომატად ითვლება ზოგიერთისთვის, რომ ვიღაცა რუსეთში არის ამყოფი, ვიღაცა რუსეთთან ურთიერთობა აქვს პოლიტიკოსთან იქნება. ეს არის რაღაცა დისკრედიტაციის რაღაცა თურმე მცდელობა. ესე იგი ერთმანეთს ეუბნებიან იმ დღეს წულუკიანის კომისია რო იყო გახსოვთ ალბა ერთმანეთს წამოა შენო რუსეთში დაამთავრეო და რა ისწავლია მე აგერ რუსეთში ვსწავლობ რა მე ვერ ხვდები და ჯავახიშვილი დაამთავრე და ეხლა აქ ასპირანტურაში ვსწავლობ და ესე იგი მე ვინმე რო წამომაძახოს ეხლა ვიღაცამ რო შენ აი რუსეთში ასპირანტურა მას კენე დაამთავრე კეფაში არ უნდა წამოარტყა ერთი და უნდა უთხრა შე ნორმალურად ხო ხარ ერთი აი ხო არის ღირსი ამისი რა და ასიშნავს კომპრომატია მე ან ვიღაცა ქართველი რომ მე ილია ჭავჭავაძე სასწავლობდა სან-ფრანცისკოში თუ ეს თერგდალეულები იმაში რა ქვია ნიუ-იორკში სწავლობდნენ გეკითხებით ვინ ახართ რა ხარ და რატო დგებით ასეთი თავის მართლის რეჟიმი აი კუზანოვას და სხვებს მიმართავ მე სულ არ გამიჩნდა ხა სიბრალული ამ ქალის მიმართ ესე იგი იმის მაგივრად რომ თავის სიმართლე უნდა დაამტკიცოს ამ რუსებს აგინებს რა შედალოცულო თქვი რომ არასწორი პოლიტიკაა და გინდა სხვებსაც მიმართო მარტო ამ ქალბატონს არ ეხება ეს საშინელი რუსოფობია რატო არის ამ ქვეყანაში გეკითხები თქვენ ჭირდებათ მარტო ეს რუსები ბიუჯეტი შეავსონ ტურისტებმა და პროდუქცია გამოგიგზავნონ დამერწმუნეთ თქვენ თუ ასე გააგრძელებთ მალე შიმშილით ამოხდება ცული ის პროდუქცია რო არ შემოვიდეს რუსეთში გაზი და ნავთობი რო არ იყოს და ხორბალი რო არ შემოვიდეს ერთი მაინტერესებს რითი აპირებს ცხოვრებას აგერ ტვირთების ნაკადები უკვე ძალიან სხვა მიმართულებით წავა იმ ზანგეზურის იმითი კორიდორით და იყავით ამ იმაში ჩაბარდით ამ არაბებს იმაში ბორდელებში და იყავით იქ ამაში რა და იქ დასაკვდით მაშინ თუ არც რუსეთი გინდათ არც მეზობლები გინდათ არავინ თქვენ არ გინდათ კაცო შეიძლება გამოდის კაცო ადამიანები ესეთი დასრული ადამიანები განათლებულები რო კითხო და ესე იგი თურმე ის რო შენ რუსეთში იყავი თუ არ იყავი და ვიღაც ეს არის კომპრომატი აი ამ პოლიტიკი ჩვენ შორს ვერ წავა და თურმე წამოსაძახებელი არის კიდე რაღაცა კომისიებზე თურმე ვინმე სწავლობდა თუ არ სწავლობდა რუსეთში თქვენ რინგ საქართველოში რა განათლებას იღებს აგერ ბავშვები ხო დავინახეთ აგერ იმ აკაცუკებს რო ეძახით და ქუჩაში როგორ იქცევია რომელი ჯობი აქ რო ჩამოვიდეს ისწავლოს მართლა განათლება მიიღოს თუ იქ ილიანში რო ადამიანი ისწავლის და ჯავახიშვილის უნივერსიტეტში სადაც ესენი არიან რა ქვია მთელი ლიბერალებია შეკრებილი რო კითხოთ განათლების სისტემის რეფორმა დაიწყეთ და მაინტერესებს ვის დაასაქმებთ იქ აი იმაში მაისურაძეებს დაასაქმებთ თუ ბერძენიშვილებს კადრები რო არ აყავთ სწორედ აი ამ რუსეთში დამთავრებულმა ხალხმა უნდა ასწავლოს უნივერსიტეტებში რომ კიდე იქნება ის გადაარჩინოს თაობა და ჭკუა რაღაცა თუ აქვს ცოტა ის ჭკუა გააღვივონ და რაღაცა ამ მიმართულებით რაღაცები უკეთესობისკენ შეცვალოს მაგრამ თქვენ არ გინდათ ეს სიტუაცია როგორ ჩანს ზოგიერთად მესმის ამერიკის კრიტიკა ლანძღვა გინება ზოგჯერ ერთ შემთხვევაში მაგრამ ერთის ხრივ მეორეს ხრივ აქ კიდევ ხდება ამ რუსეთის გინებაც ანუ ერთმანეთს ავსებთ მე მივიღებდი ამერიკის კრიტიკას და რუსეთის მიმართ დადებით პოზიციას მაგრამ როდესაც შენ ამერიკასაც აგინებ და რუსეთს აგინებ ეს საერთოდ არც ერთ იმაში არ ჯდება მე თქვენ რა გონიათ აქ რას ვამბობ ვის რას ველაპარაკობ რომ ერთმანეთს ვისაც ხვდები ეს პოლიტიკოსი ხდება ექსპერტი ხდება არ მინდა ზოგჯერ ისეთ შეხვედრები მაქვს რომ
ჩვენი ახლა ზოგიერთებივით აი მართლა ვერ დავიწყებ ახლა ყველა კუთხეში ადამიანის ფოტოების გადაღებას და რაღაცა ტუალეტში შევარდლას ლამის იმისთვის რომ ვიღაცას შევხვდე იქ რა ზოგიერთებივით რა ყველას ხელი გაუმართოს მაგრამ ბიჭო ერთი რამეა რომ თუ გვინდა ჩვენ საქმის კეთება მინდა ქართველებმა ერთმანეთს გვერდში უნდა დაუდგეთ და რუსეთში უნდა გავაძლიერო ჩვენი ლობი ის კი არ უნდა თქვა зогиერთმა ბოდიში იდიოტმა რომ я единственный грузин который в Москве делаю грузинское дело арამედ ის უნდა თქვას რომ я помогаю тем грузинам которые это делают грузинское дело делают ეს უნდა თქვას მაგრამ ამათ რა უნდა ერთი სანთელი გაანათებს უწყდიათ თუ მრავალი სანთელი გაანათებს უწყდიათ გეკითხებით და ზოგს გონია რომ თვითონ გაანათებს და თვითონაც ვერ ანათებს ჟუტავს და არც იმის საშუალებას არ აძლევს ზოგიერთებს რომ ამ რაღაცა წყდიათში თავისი სინათლე შეიტანოს ამიტომაც არის რომ ჩვენ ყველა გვჯობია აქაც იქაც სხვა ქვეყნებში მარტო რუსეთზე თქვენ არ იფიქროთ რუსეთზე მქონდეს მე აქცენტი ეგეთი რამე სიტუაცია არის სხვა ქვეყნებშიც და ეხა აქ რა ხდება ეხა იმ დღეს ვნახე ინფორმაცია ამ მე ნაცარხებსაც უსმენ და ყველა არხებს უსმენ ესე იგი ერთი კვირაო მობილური ინტერნეტი გამორთულია რუსეთში და საკმაოდ ისეთი პრობლემები ექნება თუ მე არ ცხოვრობდი მაინც აგერა მაქვს ეხლა ორ ოპერატორში მაქვს ჩართული ტელეფონი ტელედვაში და მეგაფონში არც ერთი არ გამორთულა სარგებლობ ჩვეულებრივად ეხლა ცენტრში რაღაცა პატარა ისინი არის დახშობა ამ ინტერნეტის, იმიტომ რომ ეს უსაფრთხოების ინტერესებიდან არის გამომდინარე, არავითარი ინტერნეტის პრობლემა აქ არ არსებობს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. მასე ეხლა ბუდიში და საქართველოში, თბილისში ეხლა არ ნამდვილად არ დაფრინავს დრონი, მაგრამ თბილისშიც არის პრობლემები, ზოგან იჭერს, ზოგან არ იჭერს ინტერნეტი. მე რაღაცა მეტროში აფეთქება მოხდაო, რაღაცა სისულელე, იქ ვიღაცა მოკლეს, რაღაცა იცი ჩამოდით მაინც ამ მოსკოვში და ნახეთ ერთი რა სიტუაცია და თუ აქ არის ომის რაღაცა თუ მიხვდებით რომ აქ არის რაღაცა ქვეყანა ომში ჩართული. ამის განცდა ნამდვილად ვერ დაგეუფლებათ. და მე კიდე გულსატკენი რა არის კიდე იცით ეს არ მithქვია. სტალინის გარდაცვალების დღესაც ვიყავი 5 მარტს და დაბადების დღესაც ვიყავი 21 დეკემბერს კრემლთან. ესე იგი 5 ქართველი იყო იქ მისული. და ერთი ავიცი 5000 რუსი იყო მისული ალბათ. 5 ნუ აი თქვათ 40 ქართველი იყო, ხა შეიძლება 5 ძალიან ცოტაა, მაგრამ 40, იმიტომ რომ დღე და ღამე იქ ვიყავი, მე ვაშუქებდი იმას, ხო, სიუჟეტით შემოგთავაზე. ბიჭო, თუ აქ ვინმე წელში გამართული არის ეს სტალინის, ბერიას და ასევე იმ ბევრი ქართველის, რომლებიც კიდევ ერთხელ რუსეთს შესწირა თავი. სხვათა შორის მე მინდა თუ ხელშეწყობა იქნება იმ ქართველებზე, რომლებმაც რუსეთის გაძლიერებაში წვლილი შეიტანეს, ეს რუსეთის იმპერიიდან დაწყებული საბჭოთა ეპოქამდე და დღევანდელობამდე ყველა აღნუსხო და ერთ წიგნად შევკრა ეს ყველაფერი, ამისი გეგმა გამაჩნია და თუ მხარდაჭერა იქნება, რა ვიცი, აქ მარტო ჩვენ ნაცებმა უნდა დაუდგენ ერთმანეთს გვერდში და ამ რუსულ-ქართულ ურთიერთობებში სამწუხაროდ არაფრის დახმარება არ უნდა და პირიქით ერთმანეთის მიმართ ბრძოლა მიმდინარეობს. ამიტომ მე ერთ რამეს ვიძახი, რომ აი სტალინსაც პატივს არ აცემენ. აი გუში რამე სიამოვნა, იცი ბრაუმეტეხის კონცერტზე იქ გამოვიდა და ჯგუფის წევრი და თქვა, რომ რომა იყო, რომელმაც ეს თქვა, მე როგორც მახსოვს, რომ აი სტალინიშთან დაკავშირებით, რომ აი ესეთი თბილად მოიხსენია იოსებ სტალინი. ჩვენ თუ აქ ბოდიში და წელში გამართულები ვართ, ამ სტალინითა ვართ, იმიტომ რომ მან შექმნა ქვეყანა. მან ის რომ არ ყოფილიყო ეს რუსეთი არც იარსებებდა, ბერია რომ არ ყოფილიყო, ატომური ბირთვული შერღება არ ექნებოდა. მე ახლა ვსწავლობ უნივერსიტეტში, მე განახებთ იქ ბიუსტს, პირდაპირ ცენტრში არის სერგო ორჯონიკიძის ბიუსტი. ეხლა გასაგებია სერგო ორჯონიკიძის ფიგურა საქართველოს ისტორიაში არის საკამათო ჰერეთთან დაკავშირებით და მეც ამას ნაწილობრივ ვადასტურებ, მაგრამ თავად ის რომ აქ როგორი პატივისცემით ეპყრობიან მას, აი ამის დასტურია ეს, იმიტომ რომ მრეწველობის განვითარებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა სერგო ორჯონიკიძემ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აი დიდი ბიუსტი დგას აი ამ უნივერსიტეტში, ერთ-ერთ მთავარ უნივერსიტეტში რუსეთის. ამიტომ მე ერთ რამეს გეტყვით, მეგობრებო, რომ ჩვენ თითეული ქართველი იქ იმათ თავს კი არ უნდა ამ ეს ხალხი რომ თავს გვესხვის ჩვენ. იმითი კი არ უნდა ვიმართლო თავი რომ არა მე არ წავალ რუსეთში და მე დისტანცირება გავაკეთო. პირიქით დამხავს ის უნდა უთხრათ რომ თქვენს უსინდისოებო თქვენ მართლა ფულს იქ შოულობთ იქიდან
თქვენ გაფინანსებენ ის მეწარმეები რუსეთიდან და ჯერ ერთი რუსეთში დიახაც უნდა წავიდეთ ვიურთიერთობოთ თუ გვინდა ჩვენ პრობლემები გადავჭროთ. და არა ესეთი დამოკიდებულება იყოს, როგორიც აქვთ ჩვენს რაღაცა საზოგადოებისათვის ცნობილ სახეებს და პოლიტიკოსებს. დღეს არც ერთი ტელევიზია არ აშუქებს რუსულ-ქართულ ურთიერთობებს. ზოგიერთმა დაიწყო, მაგრამ შემდგომში ვერ გაუძლეს ამ წლებს. ერთადერთი მე აღმოჩნდი, რომელიც არაფერმა არ გამაჩერა. ეხა ეს ქება გამოდის ჩემი და რაღაცნაირად ისე გამოდის, რომ თავს ვიქებ, მაგრამ ფაქტი ერთია, მეგობრებო, რომ ეს არის რეალობა. ეხლა აი ამ ირან ამერიკის დაპირისპირებაში ხო ხედავთ, ყველაფერი მიდის რუსეთის სასარგებლოდ. ნავთობის ფასები იწევს და ეს რუსეთის ეკონომიკას აძლიერებს. ეხლა მე მინდა უთხრა ამ ადამიანებს, ვინც რუსეთის ჩამოშლაზე ოცნებობდით. ხო ხედავთ რა სიტუაციაშია რუსეთი? რომ მატყობთ? ძლიერდება რუსეთი. იმიტომ რომ ქვეყანა, რომელსაც აქვს ენერგო გარკვეულწილად დამოუკიდებლობისთვის აღნიშნული ყველა ინსტიტუციონალური ელემენტი და ენერგომატარებლები უხვად გააჩნია, ის ქვეყანა არასდროს და ვერასდროს ვერ დამარცხდება. ეს ყველამ უნდა კარგად გაიგოს. და ეხლა აგერ აბუ-დაბიში რო დადიოდით იქა და ფულები გადაგქონდათ და ვილები იყიდეთ, ეხლა მაინტერესებს რატო არ მიდიხართ იმ აბუ-დაბიში? ხო იძახდით, აი პუტინმა თქვა, რომ ესეთი რამე რო თქვა, რომ там надёжнее ზოგიერთი იძახდა. А сейчас там надёжно? А сейчас там надёжно? აი ხა გეკითხებით, იქ ხა უსაფრთხო არის და საიმედოა იქ ყოფნა იმაში საუდის არაფეთში? ტვინი რო გქონდეთ, აქ უნდა მოგქონდეთ ფული და აქ უნდა ბიზნეს აკეთებდეთ თქვენ. ეგერ ბრავო მეტეხი მიხვდა, ღვინო გამოუშვეს აგერ და შესანიშნავათაც დიდი წარმოებაც ექნება და ღმერთმა გაუმარჯოს სამხალხო. დღეს ღვინის ბაზარი კიდევ ვირს როგორია არის ესეთი აუთვისებელი, იმიტომ რომ ეს რუსეთში ალკოგოლის მიმართ არის საკმაოდ დიდი ესეთი კარგი და პოზიტიური დამოკიდებულება. და ამიტომ ჩვენ ეს ბაზარი უნდა შევავსოთ ჩვენი პროდუქციით, ქართული ჩაით, ქართული ციტრუსით. აზერბაიჯანმა რატომ უნდა გვაჯობოს ჩვენ სასოფლო სამეურნეო პროდუქციის გასაყიდვით? ქართული გორული პამიდორი და კიტრია ჯობია აზერბაიჯანული. ახლა შედით იქ მაგალითად უნივერმაღში, აქ ცენტრალურ უნივერმაღში ქართულს ვერაფერს ვერ ნახავ, იქ არის მხოლოდ ჩვენი მეზობლების მიერ შემოტანილი პროდუქცია. აი გეკითხებით, რატო ხო შეიძლება ქართულმა გლეხმაც ამოისუნთქოს, მაგრამ არა, ამათ უშევნიათ იქ სასტუმროში გამოაკრან რუს ტურისტებს არ ემსახურებით, თუ კი ისინი არ უარყოფენ ოკუპაციას. ბიჭო, კაცი ჩამოდის, შენ რას თხოვ იმ ვირგავიკ ის კაცი ჩამოდის დასასვენებლად. რაში აინტერესებს იმას ეს პოლიტიკური თემები? ზოგმა ისიც არ იცის საერთოდ საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა. უბრალოდ იცის, რომ საქართველო არის კარგი დასასვენებელი ადგილი. და აქ ვიღაცები ისტორიას უკითხავენ. აი ეს უწიგნური ადამიანები. აქ ეხლა არც ერთი ქართველის მიმართ არ ყოფილა შევიწროება და არც ავისთვის არ უთქვია, თორე ეს რო ყოფილიყო, ამას დაუმალავდა მე ეს ჩვენი ლიბერალური მედია. ეს ხო გამოჩნდებოდა ეს ყველაფერი. მაგრამ ერთი რამე არის, ხა დადებითი სიმპტომები ამ ჩვენს ქვეყანაში არის ის, რომ დაფინანსების შეწყვეტასთან ერთად ხედავთ, რომ ნელ-ნელა ეს ჯოჯოხეთის მანქანები იხურება, ეს მთავარი დაიხურა, ეხა ეს TV პირველსაც სიკვდილის ბუზი დააჯდა როგორც ჩანს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მარტო ეს არ არის საკმარისი. შეიძლება ეს TV პირველი ხვალ შეიძლება სატელიტზე არ გავიდეს, მაგრამ საქართველოში მაუწყებლობისთვის რაღაცა თანხას ყოველთვის გამონახავენ. და ამიტომ ჩვენი საკითხი უნდა ჩვენი პრობლემები გადავჭრათ. იმითი, რომ დროზე აუცილებლად უნდა დავიწყოთ აქ მოქმედებები. ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს აქ რამდენიმე ადამიანის აქტივობა კი არ არის საჭირო. აქ არის ძალიან ისეთი ლობისტური მუშაობა საჭირო. ეხლა არ ვიცი, იმ დღეს ეკლესიაში მითხრეს, რომ ნოე არის ჩამოსული აქაო, იმედის წამყვანი როა რაღაცა სიუჟეტს აკეთებსო პეტერბურგში. გეკითხებით. ეხლა ევროპაში წასასვლელი აღარ აქვს და აქ ჩამოდიან, არ არის ცუდი, კი ბატონო, აქ რო რაღაცას გააშუქებთ, მაგრამ იცით რა არის, აქ მარტო
შოუ ბიზნესის ხალხი კი არ უნდა ჩამოდიოდეს და ცოტა მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონი ჟურნალისტები კი არ უნდა ჩამოდიოდნენ, აქ უნდა ჩამოდიოდეს პოლიტიკოსები და პარლამენტის წევრები, დეპუტატები და რა თქმა უნდა პირველი პირით უზიზიტიც აუცილებლად უნდა შედგა. სხვაგვარად ჩვენ ნამდვილად არანაირი პერსპექტივა არ გაგვაჩნია და ეს აუცილებლად უნდა გადავწყვიტოთ. მე ამითი მინდა დაგემშვიდობოთ და შეხვდებით უკვე მომავალ გადაცემაში საინტერესო დეტალებზე.